რუსეთში დარეგისტრირებული ანსამბლები ქართული ნაციონალური ბალეტის რეპერტუარით, როგორც ირკვევა სოხიშვილების ცნობილ საკვებს საკონცერტო პროგრამაში არაერთი შემოქმედებითი ჯგუფი იყენებს. ყველა ანსამბლს კი ქართული ქორეოგრაფი ყავს. საავტორო უფლებების ასოციაციამ უკვე მიმართა რუს კოლეგებს. სავარაუდოდ უახლოეს მომავალში რუსულ ანსამბლებს საჯარიმო საანქციები დაეკისრებათ. სრულად შემთხვევით აღმოვაჩინე YouTube-ზე და სხვათა შორის პირველი შეხედვით უცებ ვიფიქრე, ეს ჩვენა ვართ, სათვ ცეკვავთ, რა არის ეს, როდის ვიყავით და მე მოძრაობებზე მივხვდი, რომ არ სრულდება იმ დონეზე და იმ ხარისხით და მოცეკვავის სახეებიც არ მეცნო. ინტერნეტ სივრცეში შემთხვევით აღმოჩენილი ქორეოგრაფიული ანსამბლი უკვე წლებია რუსულ სცენებზე აქტიურად ასრულებს ქართული ნაციონალური ბალეტის ცნობილ ცეკვებს, უნებართოდ და 100%-ით პლაგიატს. ეს გამა, შავი, წითელი, შინდისფერი და იასამნისფერი ზუსტად აი ესკიზი, რომელიც აი ჩვენი ჯუთა, ჩემი შექმნილი ესკიზი არის იდენტური. აღმოჩნდა რომ არის სტავროპოლი ეს და სტავროპოლის რაღაც ანსამბლი, რომელსაც მე აღმოვაჩინე რომ არის თურმე კავკასიონი. ხარვეზების მიუხედავად ცეკვა რომ სუხიშვილების ანსამბლის ახალი პროგრამიდან ჯუთას იდენტურია, არა პროფესიონალიც ადვილად შენიშნავს. ანსამბლი კავკასიონის სტავროპოლში მოღვაწე ქორეოგრაფიული ანსამბლია. ინტერნეტ საშუალებებში საკმაოდ ბევრია მათი სხვადასხვა ქალაქში გამოსვლის ამსახველი ვიდეო მასალა. თუმცა როგორც გაირკვა, ის ერთადერთი არ არის რუსეთის ტერიტორიაზე, რომელიც სუხიშვილების ანსამბლის პროგრამას საკონცერტო გამოსვლებისთვის იყენებს. კავკასიონი ივერია და ჯუთა სამივე დას ქართველი ქორეოგრაფი ყავს. ძალიან ძნელია ამასთან ბრძოლა, მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს აუცილებელი რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები. თუ ძველ პროგრამაზე დღეს ძალიან ძნელია ბრძოლა და იმის მტკიცება, რომ ხედრული ბაბუაჩემის დადგმულია და ხანჯლური და ასე თქვა ძველი თბილისის სურათები ბებიაჩემის გაკეთებულია და ნინომ დაილიკომ შექმნა ეს პროგრამა და ყველა მიბაძა და დღეს თვლის რომ ეს ესე იყო. არ იყო ბატონო ესე. ეს შეიქმნა 40-იან წლებში, 30-იან წლების ბოლოს და დღეს ყველა ანსამბლი ამ ძველ პროგრამას ცეკვავს. ახლა ახალი პროგრამის დაიწყეს. სუხიშვილების ანსამბლისთვის საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტები წინა საუკუნიდან იწყება, თუმცა ახალი არაკვალიფიციური ანსამბლების გამრავლება მიაჩნიათ, რომ მათ მსოფლიო ავტორიტეტზე ცუდად აისახება. სიტუაციაში როგორც გვაქვს ჩვენ ახლა რუსეთთან, ეს უბრალოდ ძალიან დიდი უნამუსობაა იმათი მხრიდან. თუ ვინმე რამეს ასრულებს, არ უნდა გამოცხადდეს, რომ ეს არის აი ქორეოგრაფია ამისი, ფორმა, კოსტუმი, მხატვრობა ამისი, მუსიკა კონკრეტულად კომპოზიტორის. რუსეთში დარეგისტრირებული ანსამბლების საჯარიმო სანქცირებისთვის საქართველოს ავტორთა ასოციაციამ რუს კოლეგებს უკვე მიმართა. რეაგირებას უახლოეს მომავალში ელოდებიან. შესაბამისად მოუწევთ ამ ანსამბლის ხელმძღვანელობას აერთის ხრივ აეკრძალებათ და შეწყვიტონ მსგავსი მითვისება სხვისი ინტელექტუალური საკუთრების, ხოლო მეორე ხრივ გადაიხადონ დადგენილი რუსეთის მიერ დადგენილი საფასური. ვიდრე სუხიშვილების ცეკვებს პროგრამიდან სამუდამო დამოიღებენ, რუსეთის ტერიტორიაზე კიდევ არაერთი მსგავსი დარღვევა ფიქსირდება. ცნობილი ქორეოგრაფის იგორ მაისეევის განცხადებით, ხორუმი რუსული ნაციონალური ცეკვაა და მას არაფერი აკავშირებს საქართველოსთან. მაისეევის ანსამბლს ხორუმი აქვს გაკეთებული და ეძახიან რუსული ცეკვაა. ხორუმი რუსული ცეკვაა. მე ამაზე შემიძლია გიპასუხოთ ერთი რაღაცა, რომ ნახევარი ქვეყანა წაგვართვეს და ერთი ხორუმი შეგვარჩინონ მაშინ. ეს ხო როგორი აბსურდია. გამომდინარე იმ სიტუაციიდან, რაც არის შექმნილი, ჩვენი ანსამბლები აღარ დადიან გასტროლებზე რუსეთში და ალბათ ახლა იქ გადაწყვეტეს, რომ თუ უბრალოდ ჯუთას დაარქმევენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულ ცეკვას ნახავენ. საავტორო უფლებების დაცვის ასოციაცია ყველაფერს იზავს იმისთვის, რომ ეს ასეთი დარღვევა ამ უფლებების შეწყდეს. იმ შემთხვევაში თუ მოსკოვის ავტორთა საზოგადოება სანქცირების პროცესს ბოლომდე მიიყვანს, ჯუთა და სხვა ცეკვები მეზობელ ქვეყანაში მანამდე ვერ შესრულდება, ვიდრე ნაციონალური ბალეტი ოფიციალურ გასტროლს არ დაგეგმავს.